გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც ბოსტონის ყველაზე ღარიბულ კვარტალში იზრდებოდა, ფინანსებში უდიდეს გადატრიალებას მოახდენდა. იუჯინ ფამამ, რომელიც მოგვიანებით ეფექტიანი ბაზრის მამად შერაცხეს, შეცვალა არა მხოლოდ ეკონომისტების, არამედ ინვესტორების, ჰეჯ-ფონდებისა და უოლ-სტრიტის გურუების წარმოდგენა ფინანსურ სამყაროზე. ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზის ავტორი 1929 წელს ბოსტონში, იტალიური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა არც ფუფუნებით იყო სავსე და მით უფრო ფინანსურ ანალიტიკასთან რაიმე კავშირით, თუმცა მათემატიკის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გზა ეკონომიკის უზარმაზარ სამყაროში თავისთავად გაკვალა. ამავე სიყვარულმა მიიყვანა ტაფტის უნივერსიტეტამდე, სადაც 1960 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო, თუმცა ნიჭს გზა ფართო მაინც ჩიკაგოს უნივერსიტეტში ელოდა. ამ გზის გავლა 1960-იანი წლებიდან ეკონომიკის მეცნიერებაში რევოლუციების დროს იწყება, როცა ნობელის მომავალი ლაურეატები ერთმანეთის მიყოლებით აყალიბებდნენ ფინანსური თეორიის ახალ საფუძვლებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტი კი ამ ისტორიის სადარაჯოზე იდგა. სწორედ იქ დაიცვა ფამამ ის დისერტაცია, რომელიც შემდეგ საფონდო ბირჟის შესწავლის ყველაზე გავლენიან ნაშრომად იქცა. პირველად იყო იდეა, ბევრისთვის წარმოუდგენელი, გაუგებარი, აბსურდულიც, თუმცა ეკონომიკაში რევოლუციონერი მის გაჟღერებას არ მორიდებია. ასე მოიქცა 1965 წელს, როცა იმ კონცეფციაზე ალაპარაკდა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად იქცა. ეს ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზა იყო. ფამას თეორიის მთავარი არსი ის არის, რომ თქვენ ვერ აჯობებთ საფონდო ბაზრის საშუალო ამონაგებს, რაც უნდა გულდასმით და სისტემატურად ეცნობოდეთ კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს თუ აკვირდებოდეთ ფასების მოძრაობას. ბაზრის საშუალო ამონაგებს აჯობებთ მხოლოდ მაშინ, თუ განჭვრეტთ ნაკლებად მოსალოდნელ ან პრაქტიკულად მოულოდნელ მოვლენას. ან გაქვთ შიდა ინფორმაცია, რომელიც ბაზრისთვის ცნობილი არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საფონდო ბირჟაზე ფასები ყოველთვის სრულად ასახავს ყველა არსებულ ინფორმაციას. ამიტომ ბაზრის გაცურება შეუძლებელია. ეს მიდგომა რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ მოსაზრებას, რომ ჭკვიან ინვესტორს შეეძლო ბაზრის დაძლევა და დიდი მოგების მიღება. ფამამ აჩვენა, რომ შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც ბაზარზე ინვესტირებდნენ, ხშირად იმაზე უკეთეს შედეგს იღებდნენ, ვიდრე ძვირადღირებული ფონდები და ბროკერები. კვლევა რევოლუციური აღმოჩნდა. უოლ-სტრიტის ტრადიციული მეთოდები ეჭქვეშ დააყენა. თუ ფამას ჰიპოთეზა მართალი იყო, მაშინ მენეჯერებს, ტრეიდერებსა და ანალიტიკოსებს არავითარი უპირატესობა არ ჰქონდათ შემთხვევით ინვესტორებთან შედარებით. ბუნებრივია, ასეთი თეორია ფინანსური სამყაროსთვის უზარმაზარ გამოწვევად იქცა. ბევრი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი ამტკიცებდა, რომ მათ მაინც შეეძლოთ ბაზრის დამარცხება. მათ შორის იყო უორენ ბაფეტიც, რომელიც თეორიას თავისი წარმატებული ინვესტიციების მაგალითებს უპირისპირებდა. თუმცა ფამას მომხრეებიც მრავლად ჰყავდა. მისი იდეები საფუძვლად დაედო პასიურ ინვესტირებას, იმ პრინციპს, რომ ჯობია ბაზრის საშუალო მაჩვენებელს გაჰყვა, ვიდრე ცდილობდე მის გადალახვას. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნდა დღეს მსოფლიოს უდიდესი საინვესტიციო ფონდები, მათ შორის Vanguard-ი. იუჯინ ფამას იდეებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ფინანსურ მეცნიერებაზე, რომ 2013 წელს მან ნობელის პრემია მიიღო ლარს პიტერ ჰანსენთან და რობერტ შილერთან ერთად. საინტერესო ის იყო, რომ შილერი სწორედ იმ ეკონომისტთა რიგს მიეკუთვნებოდა, ვინც ფამას ჰიპოთეზას იჭვის თვალით უყურებდა. მართალია, იუჯინ ფამას თეორიაზე ჯერ კიდევ ბევრს კამათობენ, თუმცა მის გავლენაზე ყველა ცალსახად თანხვდება. ეკონომისტის კვლევები დღესდღეობით არა მხოლოდ აკადემიურ სფეროში გამოიყენება, არამედ ინვესტირების და ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკაშიც. ეკონომიკურ მეცნიერებაში ახალი სიტყვის მთქმელი ახლაც აქტიურია. მონაწილეობს ფინანსურ კვლევებში, ასწავლის ჩიკაგოს უნივერსიტეტში და ხშირად მონაწილეობას იღებს ფინანსურ კონფერენციებზე. მისი ხედვები კი დღესაც აყალიბებს თანამედროვე საინვესტიციო სტრატეგიებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები კვლავ ცდილობენ ბაზრის დამარცხებას, ფამას თეორია გვახსენებს, რომ ამაში განსაკუთრებული სიფრთხილე და სკეპტიციზმი გვმართებს. რეალურად შესაძლებელია თუ არა ბაზრის დამარცხება, ეს სხვა საკითხია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ფამას იდეებმა ხედვა ინვესტიციებზე სამუდამოდ შეცვალა.